გამარჯობა. მე იორეკი ვარ და ეს ქართული ამბებია. ხალხშორის მინდა იცოდეთ, რომ თითოეული არხის გამოწერის, ვიდეოს დალაიქების და კომენტარის შეწყობინება ძალიან მიხარია. დღეისთვის მშვენიერი ამბები მოგიმზადეთ. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი იყო თქვენი ფავორიტი და რომელი მიმართულება უფრო მოგეწონათ. სასადილო აეროპლანი. გასული საუკუნის დასაწყისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთ ორსართულიან შენობაში ერთმა კაი ჯიგარმა კახელმა კაცმა მეტსახელად უტრუხუნემ გახსნა სასადილო. ამ სასადილოსთვის რაღაც ხომ უნდა დაერქმია არა? ადგა და დაარქვა არც მეტი არც ნაკლები აეროპლანი. აეროპლანი ახალი გამოგონება იყო. ეს ჩვენი უტრუხუნეც ეთყობა სიახლეების და მეცნიერების მოყვარული კაცი იყო. სასადილო იგივე სამიკიტნო მალევე გახდა პოპულარული. თბილისელების საყვარელი თავშეყრის ადგილი. თუმცა მოხდა ის, რაც უტრუხუნემ ვერ გათვალა კარგად. ქალაქში ხმა დაირხა. აეროპლანი ეშმაკის მოგონილია და თვით გადაცმული ეშმაკი მართავს. უტრუხუნესთან მივიდნენ გავლენიანი და მდიდარი კლიენტები და უთხრეს: "აღარ გვინდა შენთან შემოსვლა და პურის ჭამა, რადგან სახელად ღვთისგან წეული სახელი აეროპლანი ქვიაო." ორ ცეცხლში ვაჩავარდა უტრუხუნე. სასადილოსთვის ძველი სახელი რომ დაეტოვებინა, მდიდარ მუშტარს კარგავდა. მეორე მხრივ, რომ გადაერქმია სახელი, შეიძლება ის ხალხი დაეკარგა, ვინც ამ სახელს მიჩვეული იყო და ეშმაკის ფრინაობის ამბავი მაინც და მაინც არ ადარდებდათ. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, უტრუხუნემ გამოსავალი მოიფიქრა. დახმარებას თხოვა მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საყვარელ სტუმარს, რა თქმა უნდა, ნიკო ფიროსმანს. მისი მოხატული ყოფილა რესტორნის კედლები. უტრუხუნემ ნიკალას თხოვა წასულიყო სხვებთან ერთად აეროდრომზე და შემდეგ ყველასთვის მოეყოლა, რომ აეროპლანი, ისევე როგორც ტრამვაი, ახალი გამოგონება იყო და არაფერი კავშირი არ ჰქონდა ეშმაკთან. ფიროსმანის ფაეტონი დუდუკითა და ზურნით მიადგა აეროდრომს, საიდანაც პირველ ქართველ მფრინავს, ბესარიონ ქებურიას უნდა მოეწყო საჩვენებელი ფრენა. ფიროსმანმა ქებურიას თხოვა, რომ თან წაეღო 2 ტომარა ბატიბუტი და ზემოდან გადმოეყარა. რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ თვითონ მართავდა აეროპლანს. ქებურიამაც, რა თქმა უნდა, შეასრულა ფიროსმანის თხოვნა. აფრინდა აეროპლანით და ბატიბუტი გადმოყარა. ხალხმაც დაიჯერა, რომ ეშმაკი ბატიბუტს არ გადმოყრიდა და ნამდვილად ადამიანი მართავდა აეროპლანს. იმ საღამოს გადავსებულა უტრუხუნეს სასადილო და დილამდე უკეიფიათ. ახლა ხომ სასაცილოა, მაგრამ მაშინ ალბათ არავის ეცინებოდა. რა თქმა უნდა, ბესარიონ ქებურიას გარდა. უცნობი ბიჭი და გოგონა რუსეთთან ომში. ეს ამბავი რუსეთ-საქართველოს ომიდანაა. 1921 წლის ოკუპაცია ყველა ვიცით, თუმცა იყო შიგნით პატარ-პატარა ამბები, რომლებზეც ცალკე მინდა გესაუბროთ. დღეს უცნობ გმირებზე მოგიყვებით. ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში გმირების უმეტესობას სახელები არ გააჩნია. უამრავ ადამიანს გამოუჩენია განსაკუთრებული სიმამაცე და დაღუპულა ბრძოლის ველზე ისე, რომ მათი სახელები არც არავინ იცოდა. ამ კუთხით არც 100 წლის წინანდელი ომი იყო გამონაკლისი. ომში მოხალისე წასულმა ილიკო რამიშვილმა ორი უსახელო გმირის ისტორია შემოგვინახა. მოგვიანებით კი წუხდა, რომ მათი სახელები არ იკითხა. თუმცა მან რა იცოდა, რომ ისინი მის თვალწინ დაიღუპებოდნენ. აი რას იხსენებს ილიკო. დილიდანვე გაჩაღებულა საარტილერიო დუელი. ორივე ფრონტს შორის. მტრის ხუმბარები სკდებოდნენ ხან ჩვენების წინ, ხან უკან და ზიანს ვერ აყენებდნენ ჩვენს მეომრებს. ილიკოს მახლობლად ერთი უწვერული ბიჭი ყოფილა, ალბათ 16-17 წლის იქნებოდა. ყუმბარების ბრახაბრუხს თურმე აინუნშიაც არაგდებდა და ღიღინებდა თავისთვის. შიგადაშიგ თოფს დატენიდა და მტრის მიმართულებით ისროდა. ამხნევებდა დანარჩენ მეომრებს და მისი ღიმილიანი უშიშარი სახე იმედით ავსებდა გარშემო მყოფებს. ყუმბარების აფეთქებებს შორის შუალედში კი ერთი სულ ახალგაზრდა გოგონა საიდანღაც გამოჩნდებოდა და ჯარისკაცების მწკრივში დარბოდა. როგორ ახართ? ხომ არ დაიჭერით? წყალი ხომ არ გინდათ? ექიმს ხომ არ დაუძახო? არისვენებდა ერთი წამითაც მოწყალების და. ასე იხსენიებს ილიკო რამიშვილი გოგონას. დაიწყებოდა დაბომბვა და გოგონა მარდად გაუჩინარდებოდა სადღაც. როდესაც ყუმბარების აფეთქების ერთ-ერთი სერია მორჩა, კვლავ გამოჩნდა საიდანღაც გოგონა. იქით მიირბინა, აქეთ მოირბინა, დაჭრილები მოიკითხა. ბოლოს მიადგა იმ უცნობ მოღიღინე ბიჭს, რომელსაც თავი ჰქონდა თოლში ჩარგული. კი მიხვდა გოგონა ყველაფერს, თუმცა აუწია თავი. საწყალს ნამსხვრევი ჰქონდა თავში მორტყმული. გოგონამ ხელი ჩაიქნია, ეჰო, ამოიოხრა და სხვების დასახმარებლად გაეშურა. მორიგი დაბომბვის მერე ის გოგონაც აღარავის უნახავს. რამდენი ვინანე მერე იხსენებდა ილიკო რამიშვილი, რომ ვერც იმ ბიჭის სახელი გავიგე, ვინც ასე ღიღინით იცავდა სამშობლოს და ვერც იმ გოგონასი, რომელიც ასე თავგანწირვით საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იცავდა სამშობლოს დამცველებს. დიდი გაუგებრობა. არის შემთხვევები, როცა ამ თუ იმ ქვეყნის ტრადიციული ეროვნული სიმბოლიკა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ხშირ შემთხვევაში უცნაურად ხან კი სასაცილოდაც კი გამოიყურება. თუმცა ეს
საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ აგდებით მოვეკიდოთ და პატივი არ ვცეთ. ასე მაგალითად, გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში ჩამოვიდა შოტლანდიური საცეკვაო ჯგუფი. გელა ჩარკვიანს, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის საზოგადოების აქტივისტს, სთხოვეს ეთარჯიმნა სტუმრებისთვის. ამ ამბებსაც სწორედ გელა ჩარკვიანი იხსენებს. შოტლანდიელ მამაკაცებთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობა საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა მასპინძლისთვის. წარმოიდგინეთ, შოტლანდიელები, რომლებიც 70-იანი წლების თბილისში ეროვნული სამოსით, კილტებით მოძრაობენ. ჩვენ სტუმართმოყვარე დედაქალაქში ეს ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ქუჩაში გამლელები არ ერიდებოდნენ კაბებში გამოწყობილი სტუმრების შეურაცხყოფას, სხვადასხვა უხამსობების წამოძახებას. ზოგიერთი მოხულიგნო ელემენტი რამდენჯერმე შოტლანდიელებისთვის კილტების აწევასაც შეეცადა. წარმოიდგინეთ, გაოცებული სტუმრები, რომლებიც ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილები, ამაყად, ვაშკაცურად და მხრებში გაშლილები დააბიჯებენ უცხო ქვეყანაში და ხალხი კი აბუჩადიგდებს. შოტლანდიელებს ვერც ეროვნული სამოსის ატრიბუტმა, წინდაში გაჩრილმა პატარა ხანჯალმა უშველა. ამ ამბიდან ცოტა ხანში ქართული ანსამბლი გასტროლებზე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაერთი შესანიშნავი კონცერტი გამართა. გასაკვირი არაა, რომ გელა ჩარკვიანი ამ ანსამბლსაც გაყვა შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, იმავე მიზნით. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მაყურებლის ნაწილი დარჩა დარბაზში, რათა ახლოდან ენახა მოცეკვავეები და ავტოგრაფები გამოერთმიათ. აღტაცებულ მაყურებელთა შორის რამდენიმე სტუდენტი გოგონაც იყო და ქართველმა თარჯიმანმა გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა და გაეგო, რა მოეწონათ გოგონებს ყველაზე მეტად. პასუხმა შოკში ჩააგდო გელა ჩარკვიანი. გოგონებს ყველა ცეკვა ძალიან მოსწონებოდათ, თუმცა ახლოდან უნდოდათ გაეცნოთ ის ბიჭები, რომლებიც გოგონებივით ცეკვავდნენ. წარმოიდგინეთ, გაოგნებული გელას სახე, როცა გოგონებმა აუხსნეს, რომ იმ ბიჭებს გულისხმობდნენ, რომლებიც ბალერინებივით თითის წვერებზე დადიოდნენ. თან მოსაზრებაც გამოთქვეს, რომ ალბათ შიგნიდან პუანტები ეცვათ, თორემ სხვანაირად ასეთ ცეკვას ვერ შეძლებდნენ. განცვიფრებული გელა ჩარკვიანი ძლივს მიხვდა, რომ გოგონები ცეკვა ოსურზე საუბრობდნენ. რა გოგოსავი ცეკვა, რა ბალერინა. ხანჯლებმა ვერც ჩვენ ბიჭებს უშველა. ასე დაგვიბრუნდა ბუმერანგივით შოტლანდიური კილტების აბუჩა დაგდება. ვაჭრობის უცნაური ტრადიცია ძველ საქართველოში. ქართულ ამბებში მე მოგიყვებით ხოლმე სხვადასხვა ამონარიდებს უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებიდან. ძალიან საინტერესოა რა, უცხოელების თვალით დანახული ჩვენი ქვეყანა, წესჩვეულებები და ტრადიციები. დღეს მოგიყვებით ყიდვა-გაყიდვის უცნაურ ტრადიციაზე, რომელიც იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ შემოგვინახა. თურმე ყიდვის დროს ყიდველს გამყიდველისთვის ფულის გარდა რამე მცირედი საჩუქარიც უნდა ეჩქებინა, რათა გამყიდველს მისთვის შეძენილი საქონელი დაელოცა. რას ნიშნავს ახლა დალოცვა? თუ მაგალითად მიმინოს მიჰყიდდა და საჩუქარსაც მისცემდა, გამყიდველი ხელში აიყვანდა მიმინოს და დაილოცებოდა. ღმერთო ჩემო, ინებე რომ ამ კაცმა, რომელმაც ჩემგან მიმინო იყიდა, იმდენი ფრინველი დაიჭიროს, რამდენი ბუმბულიც აქვს ფრინველს. თუ ცხენს გაყიდდა ვინმე და პაწია საჩუქარსაც მიიღებდა, ასე დაილოცებოდა. უფალმა ღმერთმა ინებოს, ამის მყიდველი ომიდან სულ გამარჯვებული ბრუნდებოდესო. ნადირობის დროს მრავალი ირემი და ტახი მოაკლებინოს. შესაბამისი დალოცვა იყო სხვადასხვა ნივთებსა და ტანსაცმელზეც. ახლა გამყიდველს არათუ რამე საჩუქარს ვაძლევთ, პირიქით, ვცდილობთ ფასი დავაკლებინოთ. გამყიდველისგანაც დიდი დალოცვიდან მხოლოდ ერთი სიტყვა დარჩა. მშვიდობაში. აქვე არქანჯელო ლამბერტი გვიყვება, რომ როცა ერთ ადამიანს მეორესთვის რამის გადაცემა უნდა, ვაჭრობა იქნება თუ ჩუქება, არასოდეს პირდაპირ ხელში არ გადასცემს, არამედ მიწაზე დაუდებს ფეხთან. თურმე ითვლებოდა, რომ თუ ხელიდან ხელში გადასცემდა რამეს, მთელი მისი ქონება თან გაჰყვებაო. სხვათა შორის ეს ტრადიცია დღესაც არის აქა-იქ შემორჩენილი. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენს თუ გაგიგიათ მსგავსი რამ. დღეისთვის სულ ესე. ქვემოთ არხის გამოწერის ღილაკია, იქვე ზარით. ალბათ თქვენ იცით, არ გამოგრჩეთ არხის გამოწერა და ლაიქეთ ვიდეო და მეც უფრო და უფრო დიდი მონდომებით მოგიყვებით ქართულ ამბებს.